და რაც შეეხება ამ შემოდგომას, ჩვენთვის ეს შემოდგომა არის დიახაც გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი დრო საქართველოს ცვლილებების განსახორციელებლად და უზურპირებული ძალაუფლების შესაზღუდად არ აქვს დარჩენილი, ამავე დროს საერთაშორისო ორგანიზაციები სწორედ ამ შემოდგომაზე გეგმავენ თავიანთ ბიუჯეტებს, როდის რა საკითხში, რა ფინანსური დახმარება თუ სხვა ტიპის დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს საქართველოს დემოკრატიას და საით იქნება გადახრილი სასწორი ამ შემოდგომის უახლოესი 2 თვის განმავლობაში უნდა გაირკვეს, მერე იქნება დაგვიანებული. და ამის ინტენსიფიკაციას დაჭირდება, რა თქმა უნდა, აქციები და ის 170,000 ხელმოწერა, რომელიც მოგროვდა ამ პროცესის მხარდასაჭერად, ჩვენ გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ ეს აქციები მასშტაბური შეიძლება გაიმართოს, ამას დაჭირდება ორგანიზება. ამის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს ჭირდება შესაბამისი პარტიული ინსტრუმენტის არსებობა, ფორუმა იმუშავა ამ ინსტრუმენტზე და დღევანდელი ჩვენი მონაცემებით უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში პარტიის წევრთა რაოდენობა გასამმაგებულია და მხარდაჭერთა რაოდენობა თითქმის გაშვიდმაგებულია. ჩვენ ორგანიზაციულად შევძლებთ უზრუნველყოფთ ნებისმიერი მასშტაბის საპროტესტო აქცია, ისე რომ არ გადაიზარდოს ეს ქაოსში და არ მივცეთ ხელისუფლებას გამოიყენოს საპროვოკაციოდ. ამას ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს სწორია თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს, არსებობს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესის ჩასაშლელად მზად არის რაღაც არეულობების ინსპირირებაც კი მოაწყოს, თავად შეუწყოს ხელი ამას და ამ პროვოკაციის ფონზე მოახერხოს ის, რომ უკვე სისხლის ღვრამდეც კი მივიდეს ეს საპროტესტო მანიფესტაციები და შემდეგ დაამყაროს პოლიტიკური კონტროლი და წესრიგი. პროვოკაციებზე არის მაგალითად ასეთი ტიპის, რომ გამწვავებული სოციალური პრობლემების ფონზე მოულოდნელად შეიძლება დედაქალაქში დაიწყოს დარბევები, მაღაზიების დამტვრევები, ქუჩაში ხალხის გამოყვანა, რასაც შეიძლება მოყვეს მსხვერპლი და ამ მსხვერპლის და აი ამ უწესრიგობის აღკვეთის მიზნით ტოტალურ ძალაუფლებას გამოიყენებს ხელისუფლება, რითიც მოასუფთავებს პოლიტიკურ სექტორსაც, იგეგმება რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კომპრომეტირება ამასობაში ოპოზიციური ძალებისა და პოლიტიკური ლიდერების. ამ ფონზე წესრიგის დამყარება ნიშნავს სრული პოლიტიკური კონტროლის აღებას ხელში და ამ კონტროლის პირობებში მე რა არჩევნებიც არ უნდა ჩაატაროს ხელისუფლებამ და როდესაც არ უნდა ჩაატაროს, რა თქმა უნდა, თვითონ იქნება გამარჯვებული, იმიტომ რომ იქნება ერთადერთი სუბიექტი. მოთხოვნა არის მარტივი. ეხლა რასაც ვითხოვთ, ის იქნება მოთხოვნა. მოსახლეობამ 170,000 კაცმა მოითხოვა თავის ხელმოწერით საარჩევნო გარემოს შეცვლა და კონკრეტული წინადადებებს დაუჭირა მხარი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ უბანზე მოსული ამორჩევლის რაოდენობის ზუსტი ცოდნა, კარუსელების აღკვეთა და ბიულეტენების ზუსტი დათვლა. თუ ამაზე უარს ამბობს ხელისუფლება, აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება მოსახლეობის ქუჩიდან მოთხოვნა იმისა, რომ დაგვათვლევინე ამორჩეველთა რაოდენობა. და თუ ამაზეც უარს ამბობს ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ ის პირადად აღიარებს ღიად, რომ ის არის გამყალბებელი, გაუყალბებია წინაარჩევნები და აპირებს მომდევნო არჩევნების გაყალბებას და ხელში შეგრჩებათ არალეგიტიმური ბანდა, რომელიც ხალხის სახელით რატომღაც მართავს ქვეყანას და ამ შემთხვევაში საზოგადოებას ექნება გადაწყვეტილება მისაღები. რა რეაგირება მოახდინოს ასეთ პასუხზე და ნებისმიერი ტიპის რეაგირებისთვის უნდა იყოს მზად, მით უმეტეს რომ ვერც ერთი დასავლეთის სახელმწიფო და დემოკრატიული სახელმწიფო ასეთ ხელისუფლებაზე უკვე ვერ იტყვის, რომ ის დემოკრატიულია და ლეგიტიმურია. ეს არის გარკვეულწილად მავნე ჩვევა, ჩვენი მავნე ჩვევა, რომელსაც მივეკერეთ და მივეწებეთ ამ წლების განმავლობაში ნებისმიერ საქმეს, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს, თუნდაც ისეთ საკითხებს, რომელიც ღირსების აღდგენას, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას და სხვა საკითხებს ეგრევე ვიწყეთ ფულით. 170,000 ხელმოწერა შეგროვდა ფულის გარეშე. იმ ადამიანების მობილიზება და ორგანიზება, რომლებიც მართლაც მზად არიან ცვლილებისთვის, ქუჩაშიც გამოვიდნენ, თუ საჭიროა, ისე რომ არ მოითხოვონ ამისთვის პური და წყალი, არ მოითხოვს იმხელა თანხებს, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე პოლიტიკური სუბიექტები, როცა გეგმავენ მასშტაბურ მანიფესტაციებს. მაგრამ აქამდე თუ მიიყვან საქმეს და გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც ორგანიზაციულად შეუძლიათ ამ პროცესის უზრუნველყოფა,
ის რაოდენობა ფინანსური საშუალებებისა, რომელიც ამას შეიძლება დაჭირდეს, რა თქმა უნდა, გამოჩნდება, მაგრამ აქედან იწყება მორიგი ეტაპი სიფრთხილისა. ყველასგან და ყოველთვის როგორც ზოგიერთი ამბობს ხოლმე, ახლა ხანძარი როცა ვინ მოგაწვის წყალს რა მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა და ყველასგან და ყოველთვის არ უნდა აიღო და სხვათა შორის ადამიანთა დიდი რაოდენობა როცა ერთად გროვდება, შესაძლებელია ხოლმე თვითონ შინაგანი ამ ადამიანთა რესურსითაც უზრუნველყოფა იმ პროცესის, რომელიც შედეგს მიგაღწევინებს და ჩვენ თვითონ შევაგროვებთ ბოლოს და ბოლოს იმპულსს, რომ არ ვიყოთ ვინმეს მახვეწრები. ასე რომ ეს თავარ პრობლემად ფინანსები ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია, თუმცა ყოველთვის იწყება ხოლმე ლაბარაკი ფულით. არ ვიწყებთ ჩვენ ლაბარაკს ფულით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ესეც იქნება. არ იქნება, არაუშავს, ისედაც მე ვიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. რომელ ვიზიტს? კონსულტაციებს რაც შეეხება, კონსულტაციები არის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. არა მარტო პოლიტიკურ სუბიექტებთან, გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას, ვინაიდან ამ სექტორის გააქტიურება არის სინამდვილეში მთავარი წინაპირობა წარმატებისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა რაიმე კონკრეტული იდეისადმი. პოლიტიკურ პარტიებთან, ვისთანაც ჰქონდა ამ თვეების განმავლობაში ურთიერთობა, იმას ვაგრძელებთ და ესენი არიან, რა თქმა უნდა, ის პარტიები, რომლებმაც ჯერ კიდევ ორთაბერვალს ხელი მოაწერეს მერთობული მოთხოვნა საარჩევნო გარემოში შესატანი ცვლილებების თაობაზე და ეს ეხებოდა ამომრჩეველთა დათვლის სავარაუდო სისტემას. იმ პარტიებთან არის კონსულტაციები და სხვა პარტიებთანაც სახალხო კრებასთან დაკავშირებით ხარდაჭერი პარტიები, ვინც იყო ამ სახალხო კრების იდეისა, იყვნენ კონსერვატორები, ნინო ბურჯანაძე და სხვები მათთანაც იყო, მაგრამ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძირითადად კონსულტაციები მიმდინარეობს იმ პარტიებთან, რომლებიც ხარს უჭერენ საარჩევნო გარემოს შეცვლის იდეასა და კონკრეტულ შემოთავაზებულ სქემას. ეს პარტიები ამ პარტიათა წრე გაფართოვდება. ამ ეტაპზე ძირითადად სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა კონკრეტულ წინადადებებზე, შედგებოდა შემდეგი პარტიების წარმომადგენლებისგან. ეს გახლავთ კონსერვატორები, ახლები, თავისუფალი დემოკრატები, ქრისტიან დემოკრატები, რესპუბლიკელები, ხალხის პარტია, საქართველოს გზა, ეროვნული ფორუმი. ამ პარტიებს შორის კონსულტაციებსაც არ დავარქმევდი, ვინაიდან როცა ითხოვს საარჩევნო კანონში შეცვლილების შეტანას რაღაც კონკრეტული წინადადებები უნდა გქონდეს. ამ წინადადებებზე სამუშაოდ, რა თქმა უნდა, არსებობდა ჯგუფი, რომელსაც აქვს უბრალოდ იმ დონემდე მიყვანილი საქმე, რომ შესაძლებელი გახდეს ამაში ჩაერთვნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელიც შეიძლება იდეებით, რეკომენდაციებით, შენიშვნებით, წინადადებებით შემოუერთდნენ ამ პროცესს და გაამდიდრონ ეს პროცესი და ამ თემის განსაჯაროება ალბათ სულ მოკლე ხანში დაიწყება და ვფიქრობ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ალბათ თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. მართალი გითხრათ, წუხანდელი გამოსვლისთვის არ მიყურებია სამწუხაროდ, ფიზიკურად ვერ მოვიცალე და საერთოდაც არ გახანია მაინცა და მაინც ვერ გრძნობ საკუთარ თავში ინტერესსა და სურვილს ამ გამოსვლებს უყურო ან უსმინო. არავით არის სერიოზული და ჭკვიანური ან ახალი წლების განმავლობაში არ მომისმენია, თავად ფაქტი საქართველოს წარმომადგენელი სადღაც ვიზიტების ამ ბოლო პერიოდში ძალიან სამარცხვინოდ იქცა და ისეთ დონეზე ტარდება ეს ყველაფერი, რომ საქართველოს თავმოყარეობასაც უნდა ლახავდეს წესით. კონკრეტული თემები, რომელსაც შეიძლება შეხებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები ამ ვიზიტებისას და რასაც ყური მოვკარი იქ საუბარი იყო კორუფციასთან ბრძოლაზე, ოკუპაციაზე, საქართველოს ოკუპაციაზე, რეფორმებზე. ცოტა უცნაური მოსასმენია საქართველოში ამ თემებზე ლაპარაკი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან ოკუპაციის ერთ-ერთი ავტორები თავად გახლავან ესენი, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ შიდა ქალს აბსოლუტურად გაუმართლებლად სამხრეთ ოსეთი არ არსებული სამხრეთ ოსეთი უწოდეს თავის დროზე და ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორს და ამით საბაბი მიცეს ოკუპანტს იქ დამდგარიყო და ყველა საშუალება მიცეს. რაც შეეხება კორუფციას, თავიდან ბოლომდე ატანილია სახელმწიფო ზედაშტოებში ეს კორუფცია.
და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სასახლე სულ დანგრეული და გაპარტახებული ქვეყნის და სოფლის მეურნეობის ფონზე ეს არის კორუფციის დემონსტრირება და ის ფაქტი რომ საქართველოს ხაზინაში მთავარი წყარო შემოსავლების არის საპროცესო შეთანხმებები და ჯარიმები ნიშნავს რომ სახელმწიფო რეკეტთან გვაქვს აქ საქმე და კორუფციასთან რეალურად ხოლო რეფორმებს რაც შეეხება საშუალო სკოლებში გაიარეთ ვისაც შვილები ყავთ ყველა შემთხვევაში კარგად გეცოდინებათ რაც ხდება სკოლაში და სკოლებში და ერთ-ერთი დასტურია იმ რეფორმებისა რაც გატარდა საქართველოში ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებისა და ზედმეტი დაკვირვების ობიექტად არ აღვიქვა მე იმ პიროვნების ვოიაჟებს და მის ლაპარაკებს რომელიც თქვენ ახსენეთ ვფიქრობ რომ ძირითადად მთელი ეს კამპანია საჯარო თვალშისაცემი კამპანია ლობისტური კომპანიებისა და მათთვის გადახდილი ფულის მეშვეობით ხორციელდება და რეალურ საქმესთან და საქართველოს წარმატებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თავისუფალი კავკასიის იდეის რეალიზება დღევანდელ გლობალურ სამყაროში შეუძლებელია კავკასია ვერ იქნება და არ უნდა იყოს თავისუფალი თუ ლაპარაკია დანაწევრებული და სხვადასხვა სახელმწიფოების გავლენებში მყოფი კავკასიურში და კავკასიური ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე რომელიც რუსეთის გავლენისგან იქნება გათავისუფლებული ესეც ჯერ კიდევ სალაპარაკოა პირველი ეტაპი რასაც ჩვენ შეიძლება მივახციოთ ეს გახლავთ მშვიდობიანი კავკასია და ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენთან და რუსეთში მყოფი ხელისუფლების პირობებშიც როგორც დავრწმუნდით უახლოეს პერიოდის განმავლობაში მშვიდობიანი კავკასიის იდეის რეალიზება პრობლემატური ჩანს მაგრამ პირველი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას რაც შეეხება მშვიდობიან კავკასიას ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან სხვაზე რო არ ვილაპარაკო საფუძველი ჩაუყაროთ ამას ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირების მეშვეობით ვინაიდან ისინი ნაკლებად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი და შესაძლებლობა აქვთ იმისა რომ ისაუბრონ საერთო პრობლემებზე ჯერჯერობით საუბარია სამხრეთ კავკასიურ ფორმატზე რომელსაც ჩვენ ალბათ ვეცდებით შემოუერთოთ და იქნება ამის სურვილი აფხაზეთის ახალგაზრდობა აფხაზი ახალგაზრდობა ოსი ახალგაზრდები სურვილი აქვს თურქეთის ახალგაზრდობას მონაწილეობისა ევროპის ახალგაზრდულ ფორუმს და საბოლოო ჯამში შეიძლება ჩვენ ამ ახალგაზრდულ ფორმატში საერთო პრობლემების განხილვისას მშვიდობიანი კავკასიის ვარიანტი აღმოვაჩინოთ ხოლო რაც შეეხება თავისუფალ კავკასიას კავკასიის თავისუფლებაზე თუ მის ორიენტირებზე და მის ურთიერთობებზე გარე სამყაროსთან ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყება რაც თავად ამ სახელმწიფოებსა და რესპუბლიკებში სტაბილური პოლიტიკური გარემო და შიდა ეროვნული არჩევანი რეალური არჩევანი იქნება მიღწეული თავისთავად ახლა იდეების კორიანტელის დაყენება და კეთილშობილურ თემებზე საუბარი არ ნიშნავს იმას რომ ამის რეალიზება შესაძლებელია და სწორედ თავისუფალ კავკასიაზე უბრალოდ ლაპარაკმა მომზადებლად შეიძლება მორიგომებამდე და კონფლიქტებამდე მივიყვანოს ინფორმაცია არ მაქვს თუმცა მსმენია ამის შესახებ და მსმენია და ინფორმაციას ამ შემთხვევაში გავმიჯნავ დაზუსტებული ინფორმაცია არ გამაჩნია არანაირი შემოთავაზება ჩვენი მოსამართით რა თქმა უნდა არ ყოფილა პირველ რიგში მოგახსენებთ რომ რაც მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ჩართული როგორც დამკვირვებელი ეგრეთ წოდებული ფასილიტატორი მონიტორინგის განხორციელებელი და ხელშემწყობი მით უკეთესია რაც უფრო საჯარო გახსნილი და საერთაშორისო გახდება ეს პროცესი მით უკეთესია თავად ფორმატს რაც შეეხება ფორუმის მოსაზრება იყო ასეთი და გავიმეორებ თუ არსებობს და მოხერხებადია პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებსა